ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ ჩემს უახლოეს მეგობარს აქვს საიუბილეო საღამო. და ამ საღამოზე ვინც მოვიდა, მან პატივისცა ჩემს უახლოეს ადამიანს. თითოეული თქვენთაგანი, ვინც აქ არის ჩემი მეგობარი. იმიტომ ის მოვიდა და დააფასა ნანი. და თან რომ გადავხედე დარბაზს, ვარსკვლავები და ლეგენდები აქ არიან. ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა კონდეს იუბილეას. ამაზე მეტი შვენიერება რაც აქ ხდება. უდიდესი მადლობა თქვენ და უდიდესი მადლობა ნანის რომელმაც იმდენი მოუაწევა რომ ასეთი ხალხი შეკრიბა. მივესალმოთ იუბილეას, აპლოდისმენტები. ნანის დაუახლოვდი 10-იანი წლების ბოლოს 20-იან წლებში ძალიან დაახლოვდა ჯგუფს ზღვართან, ძალიან დაახლოვდა და ისეთი რამ მოხდა, რომ ამ ადამიანთან გადამულია ჩვენი ცხოვრება. უკვე იქამდე 20-იან წლებამდე, სანამ ჩვენ დავახლოვდებოდით, უკვე იქამდეც ჩვენ ზღვარს წარმოვაჩენთ როგორც ნომერ პირველ ჯგუფს, მაგრამ ნანი რომ მოვიდა, მან გააცოცხლა და გააქტიურა უფრო ზღვარი. იმდენი გააკეთა, რომ აღმაშენებლის პრემია ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის, ყველაფერი ყველანაირად იბრძოლა, შემოგვატრიალა ლიტერატურისკენ უფრო და სხვათა შორის მე ყოველთვის ვამბობ, ჩემ გამზრდელს ერქვა ნანა საფრთხედ. და როცა შევხვდი ამ ადამიანს რაღაც ღვთის ნიშნა ჩავთვალე. და რაღაც ისე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, რომ არ ვიცი, ძალიან წინ წავიდა. ვამაყობ და მიხარია, რომ თავიდანვე შევამჩნიე, ის გვიან მოვიდა ლიტერატურაში, არადა მთელი ცხოვრება წერდა. და გვერდით რომ დავიხენეთ, თავიდანვე დღემდე ასე მოვდივართ. მიესალმეთ აპლოდისმენტებით ქალბატონი ნანის დედა შემოგზავნდა, ახლა შევამჩნიე. აპლოდისმენტებით მიესალმეთ. ძალიან გამიხარდა ამ ქალბატონის მოგზავრება, ისიც გვეწვია დღეს. ეხლა გადავცემ სიტყვას იუბილეას. წარმოგდგება ის თავიდან თავისი 5 ლექსით და შემდეგ ნელ-ნელა ვნახავთ რა და როგორ წარიმართება, რა შეიცვლება, როგორ განვითარდება საღამო, იქნება მუსიკაც და ბევრი საინტერესო რამ იქნება. აქ ნახავთ ნელ-ნელა ამას. აპლოდისმენტები ნანა მომცელიძე. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა დღეს, იმიტომ რომ ვინც ამ დარბაზში ხართ, ჩემს გულში ხართ, ჩემს სულში ხართ და ჩემი ცხოვრების, ლამაზი ცხოვრების ერთი ნაწილი ხართ. ჩემს გულში უდიდესი ადგილი გაქვთ მართლა და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის, თითოეული თქვენთაგანისთვის ღმერთმა ქნას, რომ გადამეხადოს ძალიან დიდი სიკეთით. ახლა რადგანაც ჩემი დედა შემოგზავნდა, მოდიშ მოვითხოვ, იმიტომ რომ დედას ველოდებოდი და ცოტა გამიგვიანდა ღონისძიების დაწყება რაღაცა ტექნიკური მიზეზების გამო, ამიტომ მინდოდა რომ მე საღამო გამეხსნა დედის მოფერებით. დედა არის ის ადამიანი ყველასთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში ჩემს გვერდით იყო, რომელიც ყველაზე ლამაზ წუთებში ჩემს გვერდით იყო და დედის მოვალეობა პირნათლად შეასრულა. ამიტომ ჩემი პირველი ლექსი დედას მიეძღვნება. მოდიშ მოვთხოვ, რომ ტელეფონით გითხოვ, ვერ ვხედავ, ყველა მიცით ჩემი პრობლემა და ამიტომ. ძუძუს კენდიდან გადმომსკდარი რძის თითო წვეთი. ძლივს შერგებული დედაშვილის ფარული სევდა, დედა სამყაროს დასაბამის უცვლელი ღმერთი. შვილი მუდმივი სადგივარი უკადრომს დევდა. დედის ამაგი ვერასოდეს დაუნახველი, დედის ცრემლები ღვთისმშობელის ცრემლივით წმინდა, ბევრი იმედი, ბევრი გეგმა დაუსახველი, მაგრამ დედობა დამიჯერეთ ყველაფრად ვიჯდა. გადახსნილ ვენას მოაკლდა სისხლი.
Საწყში მოეხსნა ღრუბლების ფენა, სული მარტოა გულს ფარავს ნისლი ვერ შეგეგუე. მერა და მერა. მე გავარ ხიდზე, მარტო ვარ იქაც, დაბლა იწევა ნავის სიოგლის, ჩემთვის ერთია, ზეცაც და მიწაც, სანამ ვიღაცა უცებ მიპოვნის, ირწევა ფიქრი, ირწევა ნება. მერყევი არის ოცნებაც, დარდიც, ვიღაც კონკიას ზღაპარსაც ყვება, ვიღაც რეალურ ბილიკზე დადის, ვიღაცის თვალწინ ფარდაც ეშვება, ვიღაცის სახეს ეხდება ფარდა. ამ დროს კი ყველას ღმერთთან გვეშლება, ყველაფრის გვჯერა ჩვენ ღმერთის გარდა. მიწის დუმილით, მონის დუმილით გუნდრუქს ვუკმევთ უღირს თახრობას. კეთილშობილთ კი უმეცრებით გავგმირავთ დაშლით. სისხლიან დროში მიუყვებით ადამიანთა გროვას და ჩვენთვის ხდება ღირებული დასაწყი დავშლით. ჩვენი მყოფებით მწურვალელი დიდ უდაბნოში სულის წამებით სულ დავეძებთ ჩვენ შორის ქრისტეს, გვაქვს აცილება სიმართლეში და სივრცის დროში არა მგონია ჩვენი რწმენა რომ რეალს მიწუდეს. საკუთარ ფესვებს ცეცხლით ვშანთავთ, უცნაურ ხედვით ჩვენი ტკივილი გამოავლენ სიცოცხლის საწყის, ოცნება უძღვის სინამდვილეს, მოყვება გვერდით და ოცნებაში აფეთიშებთ სიცოცხლის საზრის. ეს ასეცაა, ვართ ლოდინში ღმერთი სამარა, რეალურიდან თავის დახსნის არაა შანსი და მოლოდინმა ჩვენი განსჯა და სამარა, რით ვერ გავიგეთ, ეს ცხოვრება ყოფილა ფარსი. ახალი აზრის დაბადებისას კვლავ იბადება ჩემი მე ჩემში. ყველაფერს ვეძებ, ყველაფერს ვშიფრავ, სული ბობოქრობს, სიბილწეს ერჩის. მიღავს ვაცილებ ყველაფერს ერთად ვუშიშვლებს სახეს და როგორც ერთხელ ამოხსნილ იგავს, ყველაფერს ვარქმევ საკუთარ სახელს. ვარქმევ სახელს და ვშორდები ყველას. სინამდვილესთან მიწევს ჭიდილი და გრძნობ ნელ-ნელა ჩემს თვალს და ბაგეს როგორ შორდება ნაზიღიბილი. არარეალურ სამყაროს ვეძებ, სადაც ჩემია დასით, სპექტაკლიც, სადაც მოუყვები რეალურ ამბავს, სადაც თამაში არც ისე დამღლის, სადაც სიწმინდე სულზე ზეიმობს, სადაც უფალი ჩემი ღმერთია, სადაც სიმართლე და ერთგულება საჭიროა და ერთადერთია. ახლა 21 საუკუნის ლექსიურა წავიკითხო. მრუდი მოძრაობის ტრაექტორია, განვლილი მანძილი ჩემიდან შენამდე. ჩემი სურვილები ნურის ტოლია, უკვე დავიხარჯე ერთიდან ყველამდე. რაღაც ჩაიფერფლა გრავიტაცია, წონა მაქვს, მაგრამ მიზიდვის გარეშე, ჩემში გადმოვწერე აპლიკაცია, ჩემი შემეცნების გრძნობების თარიღზე. ახლა ვაპროგრამებ იმიტაციას. ყველაფერს ვემიჯნები, ყველაფერს რეალურს, უკვე შევეკედლე აფირმაციას და ირგვლივ ვაღმერთებ ყველაფერს მენტალურს, მრუდი მოძრაობის ტრაექტორია. განვლილი მანძილი ჩემიდან შენამდე. ჩემი სურვილები ნურის ტოლია, უკვე დავიხარჯე ერთიდან ყველამდე. პირველ რიგში ძალიან ხობს ტელეფონებს ჩავუწიეთ რა, იმიტომ რომ ისეთი პოეზია წარმოადგინა, ნანი მით უმეტეს ისი არსით და ისეთი გარკვეული სირთულეები წარმოაჩინა, რომ აქ აუცილებლად ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო. ეხლა აქ ხალი პოეტები ბევრი არიან და იციან თუ რა სირთულეა, როცა ხალი წერს პოეზიას და მით უმეტეს როცა ასეთ სირთულეში ჩადის. ამიტომ აუცილებელი არის კიდე ერთხელ მინდა რომ კიდე ერთი ლექსით სანამ გადავიდოდე სხვა თემაზე, ასე ვთქვათ, კიდე წარმოაჩინოს მისი პოეზია. ტელეფონები გთხოვ დაუწიეთ, ტელეფონებს ეს რაღაცნაირად პოეზიასთან არ ერგება რა, დანარჩენი ყველაფერი იდეალურია. მთელი სამყარო ბოლავს, ირგვლივ არშია გარსი. ყველა ვიღაცას ჭორავს ურთიერთობა ფარსი.
სიყვარულისთვის ბრძოლას აქვს საწყვისი და არსი, მიღბის ფეისზე ქონას მოყვება აზრით არსი. ერთპიროვნულად ბრძოლას ბოლომდე დაცდილს, არ გაკეთრებულ ყორანს, ხეხვით სიცოცხლე გაცილს, ნაპირზე დაბუბულ ბორანს, ტალღების სიქას აცლის, სიმართლის ბურთის მგორას, სიტყვას არავინ აცდის, მთელი სამყარო გოლარს, ირგვლივ არშიად გარსი. ყველა ვიბაცას ჭორავს, ურთიერთობა ფარსი. გამიჯერეთ მეგობრებო, აი მით უმეტეს ბოლო ლექსი რაც აიკითხა, ისეთი ზუსტი იყო და ისე ჩატია პოეზიაში. საერთოდ ნანის ლექსების ფორმა არის კარგი, მაგრამ შინაარსი არის საოცარი. შინაარსი უფრო ლირიკასთან არ ითქმის, არსი ვთქვათ, არსი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ლირიკასთან უფრო შინაარსი უფრო ლირიკასთან ითქმის. არსი არის საოცარი. დამიჯერეთ, აი თუნდაც მარტო ბოლო ლექსისთვის გაცილებით მეტი აპლოდისმენტი იყო საჭირო და გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა დარბას, ძალიან დიდი მადლობა ნანის რომ ყავს ასეთი პიროვნება. მაგერ პირველი რიგში მიზის მაყვალა გონაშვილი და ამდენი ხანი უძღვება მწერალთა კავშირს, იმან კი იცის რა ამბავია, როცა ქალი ეჭირება ლიტერატურას. მან კი იცის ყველაზე კარგად. მოგესალმებით დიდი პატივისცემით და სიყვარულით მივესალმები ნანას, რომელსაც შეიძლება უწოდო სიყვარულის ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც უფალმა მრავალი ნიჭით, მრავალი სიხარულით და როგორც ასე ახლა ნიჭიერს და სიკეთით სავსე ქალბატონს თავისი ტკივილებითაც დააჯილდოვა. ეხლა ქალბატონ ნანას აქვს კათათვე, რაც დაუთესია მთელი ცხოვრება, ეხლა იმკის. თესა სიყვარული, სიყვარულს იმკის და თქვენი სახელიდან მოდის ეს სიყვარული. თესა სიკეთე და აი დღევანდელი დღე ვთქვი რომ სიკეთეს დღე არის, ნიჭიერება და ნიჭიერების დღე არის. ჩემო საყვარელო ქალბატონ ნანა, გილოცავ დღევანდელ დღეს. შენ ჩვენი დიდი ოჯახის უმშვენიერესი ქალბატონი ხარ, შენი ლექსებით, შენი მხატვრობით, შენი გასაოცარი ხმით, როგორც მწერლობაში, ასევე სიმღერაში. და ძალიან გვეძვირფასები ყველა ჩვენგანს. მე გადაწყვიტე და ჩემი მეგობრები აქ არიან მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარეები და გადავწყვიტეთ, რომ რადგან მრავალი ნიჭით ხარ დაჯილდოებული, ქართული კულტურის ამაგდარის წოდება გადმოგცე. ეს იდეა, რომელსაც მე ხარ მოგახდე, უწმიდესის სურვილი იყო. ეს არის სამზითო ვეფხისტყაოსა და დღეს პირველად იხილა ამ წიგნმა სინათლე. და რადგან სამზითოა, შენ დაგჭირდა ხო კარგი? უარა და მაშინ ბრძანება ულამაზესი პატარა გოგო და როცა იქნება ამის დრო, გადაცეთ მას და ღმერთმა სულ დალოცილად ამ საოცარ ბიჭებთან ერთად რაიდებთან, რომლებიც ასე გიმშვენებენ და გილამაზებენ ყოველდღიურობას, არა მარტო დღევანდელ დღეს. ქალბატონ მაყვალა, უღრმესი მადლობა. მთელ მწერალთა კავშირს უღრმეს მადლობას მოგახსენებ და ქებს ვიქრით თქვენს წინაშე, იმიტომ რომ მართლა გულით მიყვარხართ და თითოეულმა თქვენთაგანმა დაინახა ეს ჩემი დიდი სიყვარული და ახლა მე თექაზე დაგხადეთ ქალბატონ მაყვალა, მაგრამ როგორი ტექნოლოგიით იცით? ეს არის შესრულებული ქართული მარხილით, რომელიც ძალიან რთულია დასამუშავებლად და ძალიან რთული დასამორჩილებლად და მინდა რომ ჩემს სახსოვრად ატარებ. მადლობა. მე მინდა 2-20 შენს დედიკოსაც მოვეფერო ქალბატონო, მოგესალმებით უდიდესი სიყვარულით. ბრძანდებოდეთ არადგეთ დღეს ნანა უბედნიერესი ქალი, იმიტომაც არის რომ დარბაზ თქვენ ამშვენებ და თქვენი ჭაღარა. მიიღეთ ჩვენგან უდიდესი თაყვანისება და სიყვარული. ამასინა ვფიქრობ, რომ ალბათ მე იქამდე მიხაროდა ჩემი საღამოები, სადაც მამას დედა ნახულობდა და დედა ესწრებოდა. მე უკვე ყველაფერი თითქოს უფასუნდება. ძალიან დიდხანსიყავით კარგად, რომ ნანა იყოს ბედნიერი და უდოდეს და გქონდეს სურვილი, რომ აი ესეთი ლამაზი დღეები აჩუქოს ქვეყანას, მაგრამ უპირველესად თქვენ. გეთაყვანებთ.
ეს გასწავლებას გავაკეთებ აპატიეს არ ეხება შესაბამოს, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით ორშაბათს 8 ნახევარზე არის მიხეილ ქლივიცის საიუბილეო საღამო 100 წლის ხდება ჩვენი უძვირფასესი პოეტი და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვისაც გექნება სურვილი დასწრება თავისუფალია 8 ნახევარზე ველოდებით კარგი საღამოთი ძვირფასი მსახიობებით ბატონი ურბანჯილორია დაწყებული და ძვირფასი ანსამბლით 8 ნახევარზე ორშაბათს პირველ რიცხვში ესე იგი მართლა სიყვარულის საღამოდ გადაიცა ისეთი სიტყვა ისეთი ამ ადამიანებმა სხვათა შორის რამოდენიმე წლის წინ თვით პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის პრემია გადასცეს ნანის ყველაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისთვის ეხლა იცით რომ ჯგუფმა ზღვარმა და ნანა მომცელიძემ შეუქმნით საქართველოს ხელოვანთა საზოგადოება და ეს ხალხი მწერალთა კავშირი ყველაფერს აკეთებენ აი მაპალახო ჩემ გულშია მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყვა აი მანანას ვაზრი რომელიც ფაქტიურად იქ ერთ-ერთი ლიდერი ვიყავს რა არაცდეს არც საღამოს რა ვიცი ჟურნალის ერთ-ერთი თანარედაქტორიც არის სულ ყოველთვის ჩვენგვერდით არის უდიდესი მადლობა ამ ხალხს რა ვიცი სიყვარული აკופის მეტი არ გითხრათ აპლოდისმენტები მაგათერი ხო მასავით ყავს ერთ მეხანოველებს ამაშენებელი ცხოვრით მოდით გავაგზავნოთ ახლა გზა და იცი თქვენ ზღვარის სტრუქტურა ზღვაში კაცრის სტრუქტურა ჩვენ ჯგუფში ცოტა რთული ხასიათებითაც გამოვირჩევით ეს არ არის კარგი მუშაობ ჩემი თავის გამოსწორებაზე ასე ვთქვათ ჯგუფში ყავს სერგი ლომაძე ჯგუფის შემქმნელი ყავს გიორგი ზუგუბაია გასაოცარი პოეტი და ყავს ჯგუფში მთავარი გენიოსი კახა ბაციგაძე სხვათა შორის 2006-ან 2007 წელს ვაპირებთ ნობელის პრემიაზე წარვადგინოთ მისი ერთ-ერთი 27-28 წელი ნახოთ რა იქნება ძალიან რთულია ისე ძალიან იმიტომ ნობელის პრემიაზე ქართველებს არ აკარებენ რა არ აკარებენ საქართველოს და ძალიან გულიმწყდება იმიტომ რომ ვარდისები ათეულობით ადამიანს მივცემდი ქართულ ხელოვანთაგან მათ პრემიას ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული არ აკარებენ რა აი ძალიან უსვიდისო მიცემდნენ მაგრამ კახაზე მაქვს იმედი იმიტომ რომ იქ რაღაც აქვს საზღვარგარეთ რაღაც გარკვეული კავშირები რომ ნახოთ რა იქნება არ ვიცი ახალი რომანით წარდგება ეხლა მინდა შეასრულოს კახამ და ნანიმ სიმღერა მაგრამ მეც გეტყვით მეგობრებო ნანი არის ძალიან საქმიანი ადამიანი და რეპეტიციებისთვის თითქმის ვერ იცის არ დაგძრახოთ ნიჭის იმედი მაქვს ნიჭის აპლოდისმენტები ეგ ნანი ძველი სიმღერა ყველა მიცის და ახალი რამე აი ეს სიმღერა გამღერეს ისიც მარტო მოგუსმინე და ახლა რა გამოვიდა ადიც ტექსტი მისია მეგობრებო მუსიკა ზღვარის ერთი ამახი უნდა აპლოდისმენტები ეს ახალი სიმღერაა ფაქტურად აი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა ნანის ტექსტი როგორც ზერგი თქვა და მუსიკა ჩვენი ამი გილოცავ ამ საოცარ დღეს ხო აი ყველაფერი შენეს დაიმსახურე მართლა და ყველაზე ძვირფასი მაშინ არის აი ეს დაფასება როცა დამსახურებულია და ისე მოდის ეს ყველაფერი ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის ფუჭად მოსული არავის არაფერი არ უნდა ამ ცხოვრებაში როცა ადამიანი იმსახურებს ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც და გილოცავ ამ ულამაზეს დღეს და ყველას ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ მოხვედით და ჩვენთან ერთად იზიარებთ ამ სიხარულს დღევანდელი დღის ეხლა სიმღერა ლირიული ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა ჩვენ ძალიან მოგწონს და იმედი მაქვს რომ თქვენც მოგეწონებათ შენ მიყვარხარ როცა მისვლია როცა წვიმს მაშინ მიყვარხარ იცი წვიმის წვეთები გართან მიცდიან
უხარისი თავს ნაბერძგლებს ისორი წვიმის წვეთები გათან მისდია უხარისი თავს ნაბერძგლებს ისორი შენ მიყვარხარ როცა ზღვაყელავს როცა დვოიებს არაფრეზი როცა ტალღები გიჟურადევას ჩემი გრძნობები ჩარჩოში ვერზი როცა ტალღები გიჟურადევას ჩემი გრძნობები ჩარჩოში ვერზი სწორედ ის სხვა რომლის გარეშეც ჩემი სიცოცხლის აზრს ვერ ავწუდები დამიფრინავენ თვალსაციერში ჩემი და შენი სულის მერცხლები დამიფრინავენ თვალსაციერში ჩემი და შენი სულის მერცხლები მე შენ მიყვარხარ როცა ზღვაყელავს როცა თოლიებს არაფრეზი როცა ტალღები გიჟურადევას ჩემი გრძნობები ჩარჩოში ვერზი მე შენ მიყვარხარ როცა ზღვაყელავს როცა თოლიებს არაფრეზი როცა ტალღები გიჟურადევას ჩემი გრძნობები ჩარჩოში ვერზი როცა ტალღები გიჟურადევას ჩემი გრძნობები ჩარჩოში ვერზი ზოგადად ჩემი ბიჭები არიან სიურპრიზების ღმერთები. ერთხელ მომღერეს ეს სიმღერა მხოლოდ. ესე იგი, რა მინდა ვთქვა, იტალიაში იყო ერთი ასეთი ადამიანი, ყველა მიცის, რა თქმა უნდა, ეხლა არ გამოვიდა ისე რომ განათლებული კაცი ვარ და რაღაცა. ყველა მიცით ლეონარდო და ვინცია საუბარი. აბსოლუტურად ყველა მიცით აქ და ამ ადამიანს გამოსდიოდა ყველაფერი. ყველაფერი. პოეტი იყო, მხატვარი იყო, რა ვიცი, რაღაცა კონსტრუქციებს აკეთებდა, მეცნიერ. აი, ასეთი ადამიანები ეს ჟორნი არიან მეგონი რა. ყველაფერს აკეთებენ, ესე იგი მეგობრებო, სიმღერა, მუსიკა, სიმღერა, პროზა, მხატვრობა, სულ ყველაფერი ერთად და ამას თუ არ უნდა აპლოდისმენტები აღარ ასრულდა მეგობრებო, აღარ ვიცი. ახლა მითხრა ასეთი რამე. კიდევ ვიმეორებ, არ მოვიტყუები, ეხლა არის ისა რომ არიან ადამიანები, რომელიც ამბობენ რომ იცი რა, მე ამას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ, ჯერაც არ გაკეთებია ის არ უნდა თქვა, ისე რომ აი გავაკეთებ. არის რაღაცა პროცენტები, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად ვაპირებთ ნობელის პრემიაზე ბრძოლას. ძალიან დიდი ბარიერებია ეს. მაგრამ ერთი რაღაც მითხრა კახამ რა, თუ ვერ მივიღეთო ჯანდაბას, მაგათი თავიოდა, თუ მივიღეთო და რო ჩამოვა, აქ იმ ნობელის პრემიას მე ჩემი ხელით გადავცემ ტარიელ ხარხელაუსო რა. აპლოდისმენტები მეგობრებო. სანამ ბატონო ტარიელ გამოგზავნეთ ლეგენდარული კაცი მეგობრებო, კიდევ ერთხელ გამოგზავნეთ ბატონო ტარიელ, გამოგზავნეთ. არ აკეთებენ მაგას მაყვალა და რა გავაკეთო, არ აკეთებენ. თქვენ უნდა გააკეთოთ ეგ. მე ამ ხრის ახლა
ყველაზე მეტად რა უნდა შევშორდეს იცი რომ შორზე საუბარი არ მეყარს მაგრამ ამათ მეგობრობამ შორს სიყვარულის გარეშე არ შეგვიძლია ანდრობას გიხდით რომ თქვენ ამ სიყვარულის დაება შეგეძებია რაც შეეხება ნანას შენო როდესაც შენ დაბადებისგან მოდის და შენი საქმის იქიდან არავინ არ ჩანს უბედური ხარ არ არის დაბადების და მაინც ასიამოვნა დაბადების როცა შენს წინ ასეთი ხავსე დარბაზი ზის შენს ამ წოდესაფრად მოსვლას გამართლება აქვს იმიტომ რომ არავინ არ მოდის ვალის მოსახდელად აქ მოდის შენთან იმიტომ შენთან მიღებული აქვს ის სიყვარული რასაც შენ დღეს უნდა მიღებ შენახარ შეგიძლია უაზრო დოზმო დახარჯა სიყვარული დიდი მადლობა რომ ასეთი ადამიანი ხარ სხვადასხვა თავადობ მარინას მადლობა იმიტომ რომ ვიცი ახლა ბატონ დარიელს როგორი საქმე ქონდა სოფელში სახსარემონტებენ და მართლა ჩემთვის ჩამოვიდა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის ესე იგი ის სიმღერა შემოგთავაზეთ მეგობრებო მე რომ ძალიან მიყვარს კი იცით რა სიმღერაზეა საუბარი და ნახეთ აბა თოთ სიმღერაც ძალიან მიყვარს რომელიც ახლა უნდა შევასრულოთ ყველა მიცით აბსოლუტურად და დავითვალისწინეთ დღევანდელი დღისთვის ჩვენს რეპერტუარში დიდი სიყვარულით ბატონ დარიელს კაიგوارიანად თულის შესასრულებელი სიმღერა როცა მართლა გულით გინდა რომ იმღერო მაგრამ ჩვენ შევეცდებით ყველანაირად Share
ჩემოდიდო დგივილო Hello, მეგობრებო, რა არის ნამდვილი სახალხოობა? Რა თქმა უნდა, ტექსტი იყო ბატონი ტარიელის და სიმღერა დაწერა და მთელ საქართველოს წალეკა რა მოედო მთელ საქართველოს ცეცხლივით ეს სიმღერა. აი ეს არის სახალხოობა, ამას ქვია სახალხოობა და მამაყობ და გვიხარია რომ ასეთი კაცი ამშვენებს ჩვენს დღევანდელ საღამოს. მიმეფეროთ კიდევ აპლოდისმენტები. სახალხო პოეტს ეძახდნენ ანდრე გალაკტიონს. და დღეს ვიცით, ვისაც უნდა დაუძახოთ ეს სახელი. მოკლედ მეგობრებო, გადავიდეთ ნამისთან. კიდევ ერთი 5 ლექსით შემოგვეშველება ახლა ნანი და შემდეგში კიდე მომიწევს დარბაზთან გადასვლა. გთხოვ ნანი. ახლა ყველა ვიცით ჩემმა მეგობრებმა რომ ფეისი გამიტეხეს და საერთოდ დავკარგე 2 წიგნის მასალა და მქონდა 1 წიგნი ჩემთვის სახომარო ლექსები, ცოტა მსუბუქი. რამოდენიმე გადამირჩა და მინდა ცოტა კარგ ტალღაზე გავაგრძელო. არა მარგო ტირილმა ფუჭად მიჯნურის ძებნამა. გადმომიფრინა ღიმილმა მაღლით დამლოცა ზენამა. ეს უტყვი ლამაზი ქალი წაწალმა მყოფა ღამისად. დღის გათენებას ვნატრობდი რომ აღარ მევლო ცარისად. ხოდა მეც აღარ ვიდირებ, აღარ ჩამოუღრით რემცაო, ისევ წაწალი ვიქნები გულს გაუხეთქავ ბევრსაო, თურმე სიზმარში მესიზმრა, დილა გათენდა მზიანი, აღარც წაწლობა მეღირსა, რა დავარ აგრე ჭვიანი. იცით რომ დედით ფშაველი ვარ მე და ცოტა ასეთი ინტერპრეტაციით რამოდენიმე ლექსიც მაქვს, რამოდენიმე არა ბევრი, მაგრამ რამოდენიმეს წაგიკითხავთ. ჩამაიარა ალალმა, ერთმანეთს შავხვდით გულისად, ერთად შავყარა სწორფერნი, მოფარებული ჩუმისად, მე ვერ გაუძელ, ვერც შენა, ტანში ცეცხლების ბრიალსა, აქამდე რა და რა ვყევით წუთი სოფელსა, ტიალსა, რომ თურმე როგორ აყვარებავ, რა და ვიცოდი აქამდის, შენ შემხედარე ვაჟაო სახეს, ფერფური გადამდის, მაგრად ჩამიკარგულში და ხელი არასდროს გამიშვა, ეს ჩემი გული დიალი, იქნებ შენს გულში ჩაის. თეთრი ყემლებისფერ კაბას შევიკერა. გვირილებს ჩავიწნავთ მასში, ცელქდა მიუწვდომელ სიოდ დაგიბერავ, რაშით ჩაგიქროლებ ქარში, აყაჩოსაც თავკრებ, სიყვარულის ფერად, ბალახს გაგითიბავ მთაში, გვირილ ჩაწნულ დალალს გავშლი, ხელისხელად მინდვრად, სარეცელსაც გავშლი, სიყვარულს მოუყარავ, იქვე ნაკადულებს, მაგეს დაგისველებ წამში, ყვავილთა ფოთლები ცვარნამს დაგაპყურებს, მეც გულს ჩაგეკურები მაშინ, ჩემო ერთადერთო, იქნებ გამიტაცო, იქნებ წამიყვანო მთაში, იქნებ ოცნებებში ხელში ამიტაცო, ისე გამაქროლო ქარში, თეთრი ტყემლებისფერ კაბას შევიკერავ, გვირილებს ჩავიწნავ თმაში, ცელქდა მიუწვდომელ, სიოდ დაგიბერავ, რაშით ჩაგიქროლებ ქარში. ზევსისგან იშვა აფროდიტე სიყვარულისთვის. და შენ აერთე ვარსკვლავთ ჩვენი სათასპირაში. შენ აელვარდი სიყვარულის მარად ფერებში, აპოლონირით მუზების და ბგერის ფრენაში. ერთხელაც მოდი, ჩამორეკე ზარი სიზმრების, ფიქრების, მარკის თოვლივით ჩამოაგნი ცისფერ მირაჟებს, ჰორიზონტს მიღმა აელვარდი განცალკევებით და ჩემს გულამდე მოაღწიე ზისფერ სინათლეთ. მე მარტოზე ვარ, შენზე ვფიქრობ, შენზე და თოვლზე. და ფენიქსივით ვიფერფლები საკუთარ თავში. ჩემივე ფერდში ვარ გართხმული ნაცრისფერ ველზე და ველოდები ფენიქსივით აღდგომას წამში, მას გამიძეხი სიყვარულით დახუნწულ ბაღში და ფიანდაზე გამიშალე თეთრი ვარდები ოლიმპოს მთაზე ამიყვანე და მხოლოდ მაშინ შენ სიყვარულში ღმერთებით გავდიადდები.
გრძნობას დავლანდავს სადღაც შორეთში. კანს აბლაბუდის კალამაცია. გადავეშვები გრძნობის მორებში, ჩემი ფიქრები უკვე ანცია, უკვე დახტიან მაჯლაჯუნები, ცდილობენ სულის ამოხდას ბნელში, მაგრამ უარით დატანჯულები სადღაც გარბიან უდაბურ დღეში. დღეინათებს და უფალი მეძებს, არ სურს რომ ვიყო გზაარეული, თეთრი მანდილი უჩემოთ ვერძლებს, მარტოობაზე გადარეული, ტყის ტევრს დავკიდე ცრებლის ბურთები, გზის გულს ღრუბელით აღარ ვაშინებ, სევდა გავაქრე ისევ უთქმელი, სიყვარულით კი ვერ შემაშინებ, ფარებში ისევე შმაკუნები, გულში კი ბუდობს ისევ სიცოცხლე, სიგიჟევ, ჩემს ხმას ეხმაურები, სიმშვიდევ, ხოლოდ ჩემთან იმორჩილებ. მადლობა, არის უყავს. ეს რაც განსაკუთრებით მომწონს აქ ყველაფერი. ეხლა სანამ გადავიდოდე კიდევ შემდეგ მინდა რამოდენიმე რაღაც თქვა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გვერდით უდგას, ყველა ის ადამიანი ჩემს გულში იჭრება. ეხლა მაგალითად აგერ Facebook-ი რო გავუტეხოს. ყველაფერი დაარეკლამა ეკა ბერიძემ, რომელიც ალბათ არის ამ დარბაზში უდიდესი მადლობა ეკა ამ სცენიდან. ეს ადამიანი ყველანაირად ხარჯულია. ჩვენ ეხლა ისე ჯიბერები ვართ, მე, კახა და ნანი. კახას აქვს თავმჯდომარის პოსტი. მეოთხე კაცი და არავისზე ნაკლები არის ჩვენი გიორგი ზუბაია. და ჩვენთან ერთად ხშირად მოვიაზრებ კიდე ერთ ადამიანს, რომელიც არ გვეშვება რა, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით რა და მე ამაყება, სულ და მიხარია რომ ეს ადამიანი ასია ჩვენთან და ეხლა მარანა გორგიშვილი რო არ გამოვიყვანო, ამ სცენაზე არ გამოვიდა რა და აპლოდისმენტები მეგობრებო. აპლოდისმენტები. ძვირფასო მეგობრებო, სიამაყით მევსება გული, როდესაც აი ეს ერთად შეკრებილებს ხედავთ. და იცით, ყოველ ჯერზე მიმტკიცდება იმის განცდა, რომ თუ რამე გადაგვარჩენს, თუ რამე კარგი იქნება ჩვენ ცხოვრებაში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთობა, მხოლოდ და მხოლოდ გვერდში დგომა და ერთმანეთის სიყვარული. აი დღეს ნანას ვებდით ვართ ჩვენ ყველა და მე სიმართლე გაუცებული არ ვარ. იმით რომ შენ თანაბარი ნიჭიერებით შეგიძლია ლექსები წერო, ხატო, ქარგო, იმღერო და გავიცი კიდევ უამრავი რამ. ხო და ამიტომ მინდა რომ აი ჩვენი სიყვარული შენთვის იყოს მუდამ შენს გვერდით და არასოდეს არ გქონდეს განცდა აი უიმედობის რაღაცა სიმარტოვის შენთან ვართ მუდამ და ვიხარია რომ ჩვენ ყავხარ და დაბადების დღე მინდა მოგილოცო ჩემები ძალიან ეხლა დიალოგი ახლა რაღაც საინტერესო ამბავია. მანანას ახლახან შეეძინა შვილი და მე საკმაოდ მთელი 2 თვის განმავლობაში ვქარგე მისი შვილიშვილისთვის აი ეს ღვთისმშობლის. ჩემგან მინდა სასწავლო ქონდეს, და შეგეძლოს. დაკურთხია. რუსთავის პრემიის მერი არის რამოდენიმე თანაბარ ფასოვანი მე თუ მკითხავთ ძალიან დიდი სახელები ძალიან რამოდენიმე თანაბარ ფასოვანი სხვათა შორის ერთი ჩვენ მოგვეც გამაშენების ძალიან ხარია არ არის კაცი რა ვითომ არ უნდა რა თქმა უნდა არ ვერთავი არ ვესწრე და ამ მეორეში შემდეგ არის რამოდენიმე ძალიან სერიოზული პრემია და გვინდა რომ ჩვენი პრემია დავარსეთ ერთი და იმ მეორეებში გავიდეს ნელ-ნელა ვცდილობთ ძალიან ვცდილობთ სახელი კი დავარქვით მეფე ფარნავაზის რომელმაც ყველაზე წინ წამოწია ქართული დამწერლობა სად იყო ჯერ კიდევ როდის იყო ჩვენ სათავე ცხონდე როდის და ჩვენ კიდე ახლა მეხუთე საუკუნიდან ვიწყებთ და როცა წავიკითხე ირაკლი ნადარიშვილის ეხლა შეიძლება გაბრაზდეს იმიტომ რომ პოეზიაც, მაგრამ აი პროზა რო წავიკითხე, უცებ მომინდა რაღაცა საჩუქარი მისთვის და უნდა გადავცეთ ამ კაცის პრემია და აპლოდისმენტები მეგობრებო, ხო?
გამოგზავნდი ბატონო ირაკლი. ბატონო რა ჩემი ძმა ხარ, მაგრამ მოდი ბატონობით მოგმართვა. აპლოდისმენტები. Ულესი მადლობა დაფასებისათვის და შეჩნევისათვის რა თქმა უნდა. ქალბატონანა დედოთი მოგილოცა. სიგეთე სიხარულით და ჩვენი ურთიერთობა ცოტა სხვა სიტუაციიდან გაიგო. და მე ძალიან მიხარია რომ ნახალუკელებს კიდე ერთი უშესანიშნავეს უჯერცი გილოცა კიდევ მრავალი მობილი, მრავალი სიხარული, მრავალი გადაჭედილი დარბაზი მომელოცო შენთვის და ბედნიერების ღიმილი კონდეს სულ ჩემონანა იხარებიან. ეხლა მინდა სანამ გავუგდები ნანა სიკვდით გადავიდებთ ძალიან გულში რო არის იმ ადამიანთან. ვიცით რა აი როცა ადამიანი არის შენზე უფროსი ასაკით და ამას არასოდეს არ გაგრძნობინებს, როდესაც შენთან არის შენი თანატოლი და შენი ძმა, აი ეს ადამიანი არის დიდი კაცი სულიერად. ასეა ჩემთან და ჩვენთან ბატონი ტარიელი, რომელსაც ვერც კი შეატყობ, აი არანაირი ისეთი ბავშვი ალალი და თან რომ გზნობ რომ ყველაფერი იცის, მაგრამ ისეთია რომ იმას არ გაგრძნობინებ შენ იმის განცდას. ყველაფერი კარგად არის, როცა მასთან ხარ და არის ასეთი ერთი კაცი ბაღათერ არაგული. ჩვენი ძმა ბაღათერ. ხო, აპლოდისმენტები აქვს ამ კაცს. სულისამებით ძირფასო მეგობრებო, მეც არ გავხილები რომ ნანას არ აუშავს. მოკლედ ძალიან ლამაზი საღამოა მართლაც და ეს არის ბედნიერება, რომ ჩვენ ასეთი საღამოები შეიძლება ვაჩუქოთ ჩვენმა კოლეგებმა. ნანა არის ის პიროვნება, რომელიც თავის სულიერებით, თავისი ურთიერთობით, თავისი დამოკიდებულებით ადგენს ყოველთვის დიდ სიყვარულს და დიდ პატივისცემას თავისი კოლეგების მიმართ და ყველას მიმართ. მე მინდა დღევანდელ დღეს მივილოცოთ და მასთან ერთად თქვენ ძირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ვინც მისი მეგობრები ვართ, ხო, ის მარტო თავისთვის კი არ წერს და თავისთვის კი არ მართავს ამ საღამოებს, ის მართავს თავისი მეგობრებისთვის. უნდა რომ თავისი ნაფიქრალი, შემოქმედებითი ეს ყველაფერი წარმოუჩინოს თავის მეგობრებს და მეგობრების გაახაროს. აი დღევანდელ დღეს სწორედ ასეთი დღე არის და მე მინდა მოგილოცოთ თქვენ და პირველ რიგში მივილოცო დედამისს, რომელიც აქ ესწრება და მართლაც საოცარია შემოგვიყვება თავისი შვილის შემოქმედებას, მის სულიერებას, მის ტკივილებს, მის არის ყველაფერს წარმოაჩენს და აჩვენებს დღეს ნანა და სწორედ აი ამ ყველაფრის მონაწილე და მოზიარე რა დედამისი და ყველაზე კარგად იცის მისი ტკივილები, მისი ჭრილობები, მისი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მეგობრებს თქვენი ფარული ხალხო ნანა თქვენ რა მხრივ ინანიში დაგიგებული ხარ და იმიტომაც ძალთაგავაშიმა გადაწყვიტა რომ აი მთლიანობაში, ერთიანობაში როგორც ქართული კულტურის ამაგდარი და მართლაც ყველა სფეროში მხატვრობა, მუსიკა, სიმღერა, ლექსი, არის შეიძლება ყველაფერს ისე ვერ წარმოაჩენთ ჩვენ ძალათა კავშირი, მაგრამ ვფიქრობთ რომ ყველას ვისაც მეტნაკლებად რაიმე ცდელობა აქვს რომ კულტურაში, მწერლობაში შეიტანოს თავისი წვლილი, თუნდაც ამისთვის. ჩვენ ხო სხვას ვერაფერს ვერ უყედებთ, ხო ჩვენს კოლეგებს. ხელფასს არავინ არ აძლევს, ბათ წინები არ იყიდება, ჰონორარები არ არსებობს. ერთადერთი შეიძლება ჩვენი დიპლომი, ჩვენი ზექების სიგელი, ჩვენი ასე ვთქვათ რაღაც პრემიით მას მივანიჭოთ დიდი სიამოვნება, დიდი ბედნიერება და ეს იყოს მისთვის გადარჩენაც ერთგვარი. ჩვენ სწორედ ამ კუთხით მუშაობთ, შეიძლება ვიღაცას ეს არ მოწონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ვფიქრობთ, ეს არის აუცილებელი ჩვენი სულიერების, ჩვენი ადამიანების გვერდჩინობის დაფასებისთვის. მოკლედ დღევანდელ დღეს გილოცავ ჩემოძვირფასო, გულოცავ ყველა კოლეგებს, დიდი მადლობა ყველაფერთვის. მე მინდოდა ლექს წამიკითხა, მაგრამ ვერ წამიკითხა, იმიტომ რომ ღმერთი იყოს თქვენი ფარველი და მრავალ წარმატებებს გისურვებთ. ბატონ ბაღათის ახლა შეუსრულდა 75 წელი. საქართველოს გაგონიზა თქვენს, მაგრამ ვერ მოვასწრებთ. მეტი და ჩემზე იყოს ვალად.
წმინდა გიორგის ხატით შეგაწყვეტ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონმა წმინდა გიორგიობა იყო წინადღეებში და მისი მადლი ჩამოძვირფასებულ ქალბატონ მამას, მის ოჯახს, დედამისს, თქვენ ყველას სრულიად საქართველოს შეეძლოთ წმინდა გიორგის მადლი და ზალა, მისი ხალხშიგობა და მისი მფარველობა ძალიან ჭირდება დღეს ჩვენ სერს და მერტი იყოს და წმინდა გიორგი ჩვენი მფარველი, ჩვენი ოჯახების და ქალბატონების. და სანამ შემდეგ ისევ დავბრუნდები დარბაზს, მანამდე მინდა რომ ნანი სამი ლექსით ისევ შემოგვეშოროს. ნანი ხო? გავამხნევოთ მეგობრებო აუდიტორიები. ეს ცხოვრება საცდურია. მართლად ყოფნა ძნელია. ჯოჯოხეთის მეშინია, სამოთხის კი ცხელია. ცნევლით ნაზავ რეალობას აღარ ძალუც სამდენი სადღაც ნაპოვნ მენტალობას ცის შორეთში გამდევნი საცდურს მინდა ჩამოვშორდე, მინდა მართლად ვიარო, სულს სამოთხეს არ დავშორდე. ჯოჯოხეთო, ტყიალო, ეს ცხოვრება საცდურია. მართლად ყოფნა ძნელია. ჯოჯოხეთის მეშინია, სამოთხის კი ცხელია. აი ამ ლექსზე ვერ ვიქნე და უნდა თქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია 20-იანი წლების ალბათ. აი ვერ ვიქნე უბრალოდ იმდენად სწორად აი გააზრებული და დანახული ყველაფერი. ხოჭა ხანანი 1000 დაცემისა და 1000 აზრების მერე შენი შემწველვაზე ხარ და ბედნიერია შენი დედა რომელიც აი ესეთ შვილის გამზელი არის. აპლოდისმენტები მეგობრებო. ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალია. მე კი ამ დროს არასოდეს ვერ ვფიქრე. ფიჟვარს ვიცერ დაჩოქილი, მუხლუ მოყრილი უფალს შევთხოვ, მოაცილო სულს ბორკილი. დრო ყველაფრის მკურნალია, ტყუილია, გუნდრუქს ვუკმევთ ტრიბუნებზე ტრიუმფატორთ და ჩვენივე აშენებულ არენაზე თავებს ვაჭრით უვაშკაცეს გლადიატორთ. ჩვენ ხომ ისევ ამაღლებულ პარნასებზე ხოტბას ვასხამთ არარსებულ რეალობას, ჩვენ ხომ ქვეყნის ბედიღმალი გვაბარია და გავკივით ერთობას და მთლიანობას. სულო ჩემო, გაეცალე ფიქრის ნიღაბს, გაიყოლე ტკივილი და რთული ჟამი, დრო ყველაფრის მკურნალია, ტყუილია, ვერასოდეს გავარჩიეთ სრულ მართალი. ჩემს გარშემო ციმციმებენ კენტავრები, იმართება ცრუ ნიღბების კარნავალი, დრო ყველაფრის მკურნალია, არ არსებობს, სიმართლეს ხომ აღარ აქვს გასავალი. დაუძახეთ გადაჩეხილ ფიქრს კივილით, დააწიეთ ეკო სულის ლაბირინთებს, დრო ყველაფრის მკურნალია, აღარ მითხრათ, სულის კივილს ვერაფერი დამარცხეს. ახლა შედარ ჩემი კლასელები, ჩემი ნახალუკინები. მე-12 საჯარო სკოლა და მათი ახლანდელი დირექტორის ჩემთან არის ქალბატონი მედია. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ქალბატონო მედია. ჩემი გამრიგებელიც ძალიან კარგად არის, კარგად გამოიყურება, თუმცა დღეს ვერ მოახერხა მოსვლა. და მადლობა ჩემს კლასელებს, ჩემთან მოსვლისთვის. ესენი არიან ჩემი 50 წლის მეგობრები. უღრმესი მადლობა თქვენ იმ ბავშვობის წლებისთვის და აქ წარმოდგენილი არიან ჩემი მეგობრები, სხვათა შორის აი შალვა, ვიცი რომ აკაზის და ჩვენ ერთ ქუჩაზე დავიბადეთ, ერთი ბაღი გამოვიარეთ. ისე იყო აი შალვა ჩვენთან რომ ყველა გოგო შათა დაქონდა, მთელი 10 წლის განმავლობაში არც ერთ შათას ხელში არ ვაჭერინა და ეს მისი ვაჟკაცობის და გოგოები არსებობის ის საოცარ მეუღლესთან ერთად ვიზრდებოდა. აქ არიან ჩემი ნატალი და ნინიკო, სამი დაქალი, რომლებიც მოვდივართ დასაწყისიდან დღემდე და კიდევ ბევრი და ბევრი გეფერებით ბევრს გულში მყავხარ და მე ჩემ კლასელებს ერთი ლექსი დაუწერე და მინდა ახლა წავიკითხო. ამოდვითრულა ოცნებებში ბავშვობის წლები. გალაღებულა ლაჟვარდოვან თვალებში სივრცე, წლები მიდიან, ჩვენ ვბერდებით და უფრო ხვდებით, რა ძვირფასია დრო, მანძილი, სიკეთე, სიბრძნე. მონატრებების ლაბირინთში იმთქმება სული, ერთი სული აქვს სიხმაწვილის წლებში ნავარდის მე, თქვენთან დამრჩა სიყვარული და წრთელი გული მე მეყვარებით განურჩევლად, ცოცხლობს სანამ დის
ერთ ამოს ვთქვათ, გაირბინეს ცხოვრების წლებმა. დრო მიჰქრის, მიაქვს სიყმაწვილის წლები ანაზდად, ბედნიერია ამ სიყვარულს ვინაც მიხვდება, ვინც ჭიქას აწევს და დაგულოცავს ასე ლამაზ. ახლა მინდა სცენაზე ამოვიყვანო ჩემი ერთადერთი შვილიშვილი ჩემი ნოციკო. ნოციკო ჯაჯავა. ნოციკოს მე ერთი ლექსი ვაჩვენე და მინდა რომ ახლა დაგიკითხო. ბილიკ ნადერფალებს ვიკოცნები. ღიმილ შენ საჩრდილთან დავრბოდი, პატარ სიყვარულებს გითხორცნები გულ მხოლოდ მიყვარხარ ვამბობდი. ნაწილ შემოერთე სიყვარულად, ჩუმჩუმელად გრძნობას შენთან ტოვებდი, ზაფხულ ცეცხლოვან მზედ მოდიოდი და ზამთრამდე ისევ ჩემთან რჩებოდი, მერე ისევ მოდიოდა გაზაფხული. ყვავილობდი როგორც ნორჩი ატმის ხე, ასე ფერებაში გამეზარდე და მომავლის ოცნებებსაც ამიხდე და ყოველთვის მოვა ჩვენთან გაზაფხული. ახლა ცოტა სიბერესაც შევეხოთ. ქარია, სულშიაც ქარია. სიყვარულს არასდროს ნებდები. არ მითხრათ რომ ისევ დარია. ვერდები. ჩემს ირგვლივ ხეების მთრალია, ყვავიან თბილგულად ზეწმები, ალპების შრიალის ბრალია, ვერდები. ეს ჩემი სიცოცხლეც მთრალია. ფრანია ჩემს ირგვლივ ვერხვები, ბალახის ფოთლების კვალია, ვერდები. და ჩემით გაყვანილ ბილიკზე ქარია, უძღები ქარია, გიჟდები ყვავების ქილიკზე, ვერდები. ასია, სიმართლე ასია, იმატებს ყვითელი ფერები, ჩამორჩი სიყვარულს მადრიას, ვნებდები და თანაც ვერდები. ეგოცენტრული საწყისებით საზრდოობს ელი. სხვისი ჭირიკი ღობეს ჩხირი გამხდარა უკვე. დიდი ხანია გვენატრება ჯანსაღი მტერი. წარსულ ქარავანს უკვე ძაღლიც კი აბარობებს. გონის საწყისი გადაიქცა, პირად ვნებებად, საზრისი არ აქვს არც დაწყებას, აღარც დასასრულს, ამდენ ქაოსში უფლის მადლის ვალიც გვედება, რას ველოდებით, რა ფასი აქვს ჩვენთვის აღსასრულს. გამოფხიზლება მხოლოდ სიტყვა გახდა მოდური, კაცმაცუნების საყვირანი სად გვაქვს ქვეყანა, ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი ჩვენთვის კოდური, იქნებ სამშობლოს სიყვარულში წილი ქვეყანა. სანამ ისევ გადავიდოდეთ ამ ადამიანებთან, დავუბრუნდები კიდე დარბაზს. რადგან დღეს ისე გავაკეთეთ, რომ უფრო პროზისკენ წავიყვანეთ, ასე ვთქვათ, დაჯილდოებები თუ პრემიები. პროზა, მე თავისებური გემოვნება მაქვს პროზაში. რაღაც სხვანაირად უყურეთ და თან პერსპექტივაში გამიხილავ, აი როგორ დაწერს ეს ადამიანი შემდეგში რომანს. აი ესე უყურეთ, თუ წავიკითხავ ის მოთხრობას. ან ნოველას უკვე უყურეთ პერსპექტივაში. და მე დამაინტერესა კიდევ ერთი ადამიანის პროზა ძალიან. მეტისმეტად დამაინტერესა. პრემია კარი მეგობრებო. ბელალიანს ხო გამოგზავნეს სცენაზე. აპლოდისმენტები. ბელა, სადარის მისი პროზაული წიგნების გამო, თუმცა პოეზიაც წინვალი აქვს, მაგრამ მისი საოცარი პროზის გამო დაიმსახურა ამ ადამიანმა ეს პრემია. აპლოდისმენტები მეგობრებო. მოგლობისგან ძალიან დაბნეული ვარ. თავისთავად ცხადია, ძალიან ხალია და უდიდესი მადლობა ჩემ მეგობრებს და მინდა ნანა მოგილოცო ჯერ დილუპილე, ჩემი ნანიკო ახალგაზრდა ლამაზი. მოკლედ ძალიან ლამაზი დღეა დღეს შენთვის და მე მიხარია რომ დღეს აქ მისი მეგობრები ვართ, ხოლმე შენი მეგობარი ვართ შეკრებილი, ის ადამიანები, ვისაც გვიხარია შენი სიკეთე, სიხარული და მე არასოდეს დამამწყდება ნანას მასპინძლობა ბათუმში.
მაშინ ჩვენ ასე ახლოს არ ვიყავით. სასიამოვნოდ გავუწი, როცა მითხრა რომ უნდა ჩამოსულიყავი ბათუმში და არ ვიცი, ახლა იცით რა, უცნობი ადამიანი ხო ფაქტიურად. როდესაც ასე ძალიან გაგიღებს გულის კარს, როცა შემოგიშვებს, როცა წარმოგაჩენს სხვა ქალაქში ძალიან ლამაზად დახვეწილად, ეს აი მთელი ცხოვრების საჩუქარია და მე მადრიდი ადამიანი ვარ და ამის არასოდეს დავივიწყებ და უდიდესი მადლობა ნანა შენ ყველაფერი ამისთვის და მადლობა ჩემობრება. მივესალმები არაჩვეულებრივ საზოგადოებას, მივესალმები ჩვენ ძვირფას ნანას. აქ ბევრი ითქვა მის შესახებ. მე დიდი ხანია ქალბატონ ნანას არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვიცნობ, არის არაჩვეულებრივი პიროვნება, აქ პოეტიც, მომღერალიც, ხატვარი. მე როგორც საქართველოს ხატვართა კავშირის ხელმძღვანელი, თავმჯდომარე, მე მის მხატვრობით შევეხები, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი წევრი, ჩვენ გვაძლევს კანონიც და ჩვენი წესდებას იმის საშუალებას, რომ თვითნასწავლი მხატვრები გახდნენ ჩვენი ამ მრავალათასიანი წევრია ჩვენი ორგანიზაციის, ეს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია გახლავთ და რა თქმა უნდა არიან ჩვენთანაც ასეთი განსაკუთრებულად გამორჩეული ხელოვანები, ნაიური ხელოვნებას უწოდებთ ჩვენ ამ მხატვრებს და ჩვენი ნანას აღშვენებს ისე როგორც წერათა კავშირს, ასევე მხატვართა კავშირს და არაერთი შესანიშნავი გამოფენების მონაწილე გახნავთ. წარმატებული მხატვარია, როგორც თვითნასწავლი მხატვარი, მე როგორც აღნიშნე, ეს ჩვენთან ესე არის მხატვარი ან არ არის, მაგრამ მაინც პროფესიული ნიშნით არის, მაინც დაუკლი ჩვენთან ეს შემოქმედების ორგანიზაცია და მე მას ვუსურვებ მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანს და განსაკუთრებულად როგორც მეგობრობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს. ეს არის უაღრესად სიტყვოთი და სიყვარულით გამშვალული ადამიანი და ასმაგად უბრუნდება დღეს ეს ამ დარბაზის საკითხავს ხედავ მას უკვე ეს ყველაფერი. ასევე მე არ დამავიწყდება, უამრავი რამის გახსენება შეიძლება ჩემონადა, მაგრამ ის წილვალე დღეები, რაც აი ბათუმში გავალარეთ ერთად, ეგ ჩემი დაბადების დღე როგორ აღნიშნეთ და როგორ აღნიშნეთ საზოგადოება, რომელიც უღრეს მადლობას მოგახსენებთ და ჩვენი მხატვართა კავშირის, ჩვენი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, როგორც წარმატებულ მხატვარს, თვითნასწავლ ხელოვნებას ვაჯილდოვებთ ჩვენ სპეციალური სიგელით. და მოვავალ შემოქმედებით მრავალი წარმატებული ისინი გამარჯვებული წარმატებული. უდიდესი მადლობა ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. უღრესი მადლობა. ასეთი თბილი საღამო არასოდეს არ მქონია. რა წარმატება არ მინახავს, მაგრამ სიტყვის მხრივ ასეთი არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთანაც. მინდა სანამ გადავალთ სიმღერაზე, ერთი კარგი სიმღერა მინდა შეასრულო, მანამდე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. ეხლა როცა ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი ხუმრობა, როცა ამბობენ, რომ ჩემზე რომ რაღაცა ძალიან ამარხია და ზოგადად მეტად და 200 წლის წინ შემოვედი ლიტერატურაში, ჩემ ასაკზე ბევრად ადრე. სანამ დავიბადებოდი გული მანამდე. ჩემზე უფროსები ვინც არიან, ჩემს მერე მომდე, რო გავარკვია გავუწი. მართლა ისეთი ის არის. მართლა სერიოზულად ისეთი დიდი ხნის დავიწყე ეს ყველაფერი და მაშინ მინდა გიჩნდა რა 80-იან წლებში ჯგუფებს ვქმნიდი და სუპატარა ბიჭი და რა ვიცი და გავთქვი ეს მიუხედავად ამისა, რომ სამწუხაროდ მართლა ძალიან ამარხდება, მაგრამ მე დავამარცხებ ამას ვკბილდებით. აი სულ მინდა რომ ვიყოთ არიელები, მინდა რომ ვიყო აი ბაღათელები, აი ხამდაღალი თბილი ადამიანები, აი ეგ არის პოეზია და ეგ არის პოეზია, თორე რომ დაფიხარი და ურივი გაფორიდი გაპოეტი. აგეყადრება შემოხსენებული. ასე დავდივარ მეფე ვარდეთი ვიზას დაგინდა ხან მეფე დიდი ყوارანი. ხოდა ისე ასეთი დიდები ბევრი იყო მეგობრებო ჩემამ ფეცას. ასე რომ გული არ გაგიცდეთ. ხოდა მაინც 2-3 კაცი არის რომელიც იცით როგორ ჩვენქო და პოეტებს ვიწვევდი რა ბაიქრობაში. ესეც საშინელებაა ხო სანდაგიდად პოეტი შეჯიბება. და გამწარებული მყავს ათეულობით ადამიანი და 2-3 კაცი არის მაინც რომელსაც გამიარეს რა რაღაცაირად დამამარცხებს რა არ ვიცი როგორ მეითონ ვარიანე და ერთი არის ჩემი მოწაფეა და ხეზიასო არ უნდა მესწავლებინა რა გენერალური კახაბაცი და ხო კახა სიტყვით ხო კახა
აი კოალიცია არასწავლოთ მოყავთ ხელიასო. ამიტომ მეკო. ახლა საღამო ნახევარი ფაქტურად ჩავლილია და შეიძლება ცოტა მეტიც კი. და უკვე შემიძლია ვთქვა რომ ნანი და ისმა მეგობრებმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვეს, იმიტომ რომ ეს საღამო უკვე გამარჯვებულია. აი რაც მე ხა უკვე ვნახე ხო ძალიან ლამაზად შედგა ყველაფერი და ვეთანხმები იმ სიტყვებს რომ მართლა რაღაც საოცარი სიტყვების არ ვიცი ამ ნოემბრის ამ სიცივეში და იმაში кайხანია მართლა ესეთი თბილი საღამო არ მინახავს აი ესეთი გაერთიანებული სული რაღაცა ძველი საქართველო გამახსენდა მართლა ბევრი რამ არის შეცვლილი მაგრამ ძველი საქართველო გამახსენდა იგი საქართველოს თქონდა უკვე ასეთი პერიოდები მართლა არაფერი არ რჩება ცხოვრებაში რჩება ადამიანობა რჩება პოეზია ეს რჩება ეს არის სილამაზე სიცოცხლის რასაც და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ნანი თავისი ვალი უკვე მოიხატა თუმცა ის არასოდეს არ გაჩერდება მე ვიცი ის რა მებრძოლიც არის და მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი თავარი თვისებაც არის ის რომ აი ძალიან მაგარი მებრძოლი არის ეს ადამიანი არაფრის წინაშე უკან არ იხევს აი როგორი ადამიანი ერთ ნიუანს მოიყვან შეიძლება საფრთხემი არ იყოს მაგრამ აი თქვა შეიძლება არ იყოს გასაჟღერებელი მაგრამ უბრალოდ ისეთი ადამიანური ამბავია რომ მაინც უნდა ვთქვა რომ ხანდახან შეიძლება 1000 შეთხე რაღაცა თანხა დაჭირდა და ვიღაცას გადაურეკა რომ 1-2-3 თვით რაღაც საშუალება ხო არ აქვს და ამ დროს აღმოუჩენია რომ იმ ადამიანსაც ჭირდება თანხა და იმ წუთას არ აქვს და დაუვიდია ყურმელი და 5 წუთში დაურეკია და იქით უშოვია იმისთვის ის თანხა. აი ესეთი აი რაფია ვარასკი ადამიანობა. ხო აი ესეთი მიდგომა ადამიანს. აი მიდგომაზე ვსაუბრობ რა. ყველას ესე ეფერება, ყველას ესე იხუტებს. უდიდეს სიყვარულს თესავს, რასაც ქვია და რავი რამე კიდევ ერთხელ გილოცავ. და ჩემს ძმებს მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ რა ვიცი აი რისთვის აი ყველაფრისთვის რასაც ჩემთან ერთად აკეთებდი რასაც ერთად ვაკეთებდი იმ 8 წლისთვის რასაც ხელოვნებაში ვეწევდით ასე ვთქვა და კიდევ ერთხელ გილოცავ ნანი ამ ულამაზეს საოცარ დღეს ამ კაცის მეგობრებო სანამ ინტერესებს იმ სიმღერას მე რომ მიყვარს ამ კაცის ყველაზე მეტად შურს რატო მეუფე თადეუზი იყო გენიალური ადამიანი გავიცანით საოცრად უყვარდით რა და შევატყვეთ ჩვენეთს რომ თადეუს ჩემზე მეტად უყვარს ახაზეო მერე გავიცანით ტარია ხარხელაური ვაყოფოთ არიესაც ჩემზე მეტად უყვარს ჩემი საშველი არ არის რა აპლოდისმენტები დახავაციკაძე და ის სიმღერა მე რომ მიყვარს დარბაზის უახლოება ძალიან გამეხარდება ისეთ სიმღერა რომ ყველა მეტად უნდა მივდაროს მე ვფიქრობ და ერთად უფრო ლამაზი გამოვა თან ყველა მისით კაცი ქართველი თუ არის ისე ვიქნოდა საური გზაზე სამშობლო როგორაც Дарья. Эртия, калемана, саушомо, каросу, Эртия. Oh
ბათუმში ვიმღერეთ სხვათა შორის ნანი მიგვიწვია და უცებ ხედავ ტარიელის სამომავლო და უცებ ხედავ ბავშვები ტარიელისგან და ფერზე დგას კაცი და ლამის წერილები ჩამოსდის და იმის მერე ტარიელისთვის კახაბაცი გაზიარდი პირველი ბოლო და ყველაფერი და მე ამომაგდო საერთოდ ყველაფერი ხუმრო ბატონო საოცარ მიყვარს ეს ადამიანი საოცარ ხო, აი, გამოსწორებ, არ მეტყობა არაფერი ამ გამოსწორებას. უსაზღრო სიყვარული და ქედის მოხრა თითო თქვენთაგანს ჩემგან. პირველი საჩუქარი რაც მაქვს მუდმივად და ყოველთვის ნარისთვის მეგობრული სიყვარულია. ინტელექტუალური სიყვარულია და შემოქმედებითი ქედმოხრის სიყვარულია. მეორე თვითონ მიგანახა. ბერდებიო. საავტორო ფრაზა უნდა ვაჩუქო, ბევრისთვის მიჩუქებია და მით უმეტეს შენადა. ჩვენ არ ბერდებით, ჩვენ ბრენდდებით. ჩვენ ბრენდდებით. გამორჩეულად ბრენდდებიან ისეთი გოგონები, როგორიც ჩვენი ნანია, რომელსაც არ აქვს საზღვარი და ზღვართან რა უნდა მაგასაც ვერ მოხდები. ამ უსაზღვრო გოგონას galaktikები არ ყოფნის და სად იფრინოს და სად ვიაროს არ იცი. ამიტომ მესამე სწორედ კოლხ-იბერიული, ქალდევ-კოლხ-იბერიული გადასახედის საოცრება უნდა გითხრათ ახლა. ბატონი გურამი ბრძანდება აქ და ჩვენ მე და ნანი შევძელით საქართველოს მხატვართა კავშირს დღეს რომ იურიდიულად სული უდგას და მისი პრეზიდენტი რომ ბატონი გურამია ერთი მაგარი ჯოჯოხეთური დღე გადავიტანეთ ხრილოვაზე. იმიტომ რომ ბორო წავებს უნდათ რომ ეს ყველაფერი სხვაგან წასულიყო და ნანიც ჩვენც ერთად და მოხდა ისე რომ იმ დღეს საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ჩვენი ბასკი მეგობარი ხატვარი და ის სამყაროს გადაღმა გადავიდა, მაგრამ მოხდა საოცრება. მე იმ დღეს, ზუსტად იმ დღეს მივიღე ლევას ილენიშვილის პრემია მეგობარი ჯოხი. მე ჩვენ წავედით აი რა ბევრმა ქალბატონო ბელამ, ბატონმა გურამა და ბეშუმის საოცარ სინათლეს მოვეფერეთ. იქ არის სიყვარული შეყვარებულთა მთა და მაშინ ნანი მაჩუქა ღვთისმშობლის მის მიერ შექმნილი ხატი, მოდის დაწერილი არ არის შექმნილი ხატი დედა ღვთისმშობლის თქვენ წარმოიდგინეთ და იქვე იმ სიყვარულის თიდან ყველა იყავით მომსწრე ბატონო გურამ და მეთანხმებით რომ სხივები სამყაროსეული გამოვიდა და მე ეს ხატი სწორედ ბილბაოში იბერიულ ოჯახში გადავაბრძანე და დღეს ყოველთვის აღესრულება ძალიან დიდი სიყვარული და ის წერს რომ ეხლა მე მომიტევოს სამყაროს შემოქმედება, მომიტევოს დედა ეკლესიამ, ესე არავინ გაიგოს, მაგრამ როგორცო ნანა დედოფალი იყო, რომელსაც ქრისტიანობის სიყვარული შემოიტანა თქვენთან, აი ამ ნანის ღვთისმშობლის ხატმა ჩვენთან უზარმაზარი სიყვარული და ჭეშმარიტად მართლად მადიდებლური ქრისტიანობის სურნელი შემოიტანა და მე მათ ასე მუდმივად უგზავნი სამებიდან სამთნებს. მეთქმა დაგმოწოს ჩემო ნანი მარადიულად კოლხ-იბერიული, ქალდევ-კოლხ-იბერიული გადაძახილი უნდა იყოს და სამშობლოს ერთიანობა უნდა იყოს ჩვენი ყველას გამაერთიანებელი, იმიტომ რომ დღევანდელი საღამო სწორედ იბერიული საღამოა და დიდება ჩვენს ქალდევ-კოლხ-იბერიას. მეთქმა დაუწოს სამშობლო ჩვენი, მეთქმა დაუწოს დღევანდელი საღამო და ჩვენი იუბილარი ნანი იმოცებითე. მადლობა. ეხლა მითხრა ნანი რომ ბადრი ქუთათელაძე უნდა წარდგენა ასეთ ხალხს არ ვიცი ეხლა ბადრი ქუთათელაძე არის ვინმე გარდაცემით არის ის საფერია
შორის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქალბატონო მაყალა ძალიან მიხარისებ თქვენ გამოსვლაზე. მე ცოცხალი მწერლების პრეზიდენტი ვარ და შემოკვდრებისო დიდუბის პანთეონის არა მე მოვყვები, მოვყვანაყალა. მოვყვები, ეს როგორ მიჭრილია გასაგები. ბარჯანიშვილის თეატრში. და არის ბატონი ვერაზმიშვილაძის 70 წელი. ქალბატონ ნავალას მიყავს საღამო და არის არაჩვეულებრივი ატმოსფერო. მთელი დარბაზია გადაჭრილი. ქალბატონ მაყალამ გამომაცხადა. ახლა უწერა ბადი ქუთათელაძეს ვთხოვთ და სხვათა შორის ჩვენ ორთარი წერალთან კავშირის თავმჯდომარეები ვართ და მე ვარ სოციალებისო. Agriari რომ მიცვალებული და დარბაზი შეიჩმოშნა დავედი მეზენოთ და ეუბნები ქალბატონო მაყალა თქვენ მართალი ხარ თქვენ ხართ სოციალების წერალთან კავშირის თავმჯდომარე ჩემთან არიან მიცვალებული მაგრამ კავშირში მიღება ჩემთან უფრო ძნელია მეთქი და მაშინ იყო თელიანი ახლა რამე გიჩქართ იმოგარი ხელამდელი დღე აი გეტყვით გულახდებათ. იშვიათად არის ასეთი თბილი საღამო. აი ასეთი ყურადღებიანი, ასეთი რაღაც ემოცია, ლექსი, სიმღერა, მხატვრობა, ყველაფერი ერთად, ეს ძალიან იშვიათად არის. და ნანა, ეს თქვენი დამსახურება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და იმასაც ვიტყვი, სხვათა შორის არც მეუხერხულება, რომ შენ ვერ შემდგეს აღმოჩენა. იმიტომ რომ აი ასეთი მრავალფეროვნება და ერთი რამ მე მინდა ამ ახალგაზრდებს უთხრა აი თქვენს ტენდენს გავუმარჯოს რა თქვენ ცხოვრობ ერთმანეთისათვის სიყვარული პატივისცემით ასეთი გულახდილები ხარ ისეთ მხარში დგომა შეგიძლია იმღეროთ ლექსი დაწეროთ და ყველაფერი რა ეგ არის ბედნიერება ხალხო თქვენ გაგიზარდეთ მე ქალბატონს მინდა მივესალმო ჩვენი ნანას დედიკოს ეს არის დიდი ბედნიერება სანამ დედა ცოცხალია შენ არა სულ პატარა გოგო იქნება ახლა ცოტა მეუხერხულება რაღაც ასეთი იუმორი და რაღაცეები მაგრამ ერთი რაღაცას ვიტყვი აი თქვენ ვინც ხართ აქ აი ასე შეხვედრებულები ერთმანეთი არ უნდა დაგარგოთ და რაც შეიძლება უფრო მეტი საღამოები გააკეთოთ და გამოყვიდეთ საზოგადოების წინაშე დღეს თქვენი ტენდენი ჩვენი დარბაზის დამოკიდებულება თქვენსადმი ეს არის რაღაც გასაოცარი და გასაკვირვებელი პოლიტიკა გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი ახალი გამოსულია სულ ძალიან დიდი წიგნია სტამბოლში დაიბეჭდა სეზარმა პავლეშთან ბიჭო არება რაღაცნაირად ესე გამოსამი კილო და ვერ წამოვიგეთ ეს მაგრამ მიცოდე ეს წიგნი თქვენ გეკეთება არ მოგაწევთ ეს წიგნები რომელსაც ეკეთება ეს წიგნი კარგად იყავით კიდევ ერთხელ უნდა მოვიფერო ქალბატონ ნანას კიდევ ერთხელ უნდა მოგიფერო თქვენ მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ უდაბნოში მე მოვედი ოაზისში ამ ოაზის ქართული ლექსის ქართული სულის და ქართული სიტყვის ოაზისი ერთად ოაზისი რომელიც შექმნა ნანა მომცემელი ოდერთი კია ეს გვარი საჭიროებს სასწრაფოდ კორექტირებას და ფსევდონიმს. იმიტომ ამ მომცემლის გვარზე ვერ ასალე რა. ხვალ შევარქვა ნინო უდრეკელიძე. იმიტომ რომ ამ ერთი შეხებით სიკეთის, სათნოების, სიყვარულის ხოდე ქალბატონში რომლის ეს თვისებები მართლა ვულკანურ ლავას მოედინება ჩვენს გულებში და წალეკრებას ვიქარის იმიტომ ჩვენ უკვე იმას აღშივართ რომ აი ამ გულებს გაფრთხილება ჭირდება შემონანა შენ საოცარი ფეიერვერკი დაგვახვედრე აქ სიკეთისა და ბარდისა
ყოველწინება აი ამას ყოველდღე იმის გაცდა და იმის გაზიანება რომ სანამ შენდაირი ხალბატონები არსებობენ დაწოდანაზე სანამ ჩვენდაირი მეგობრობა არსებობს ზღვარგადასრულო ზღვარელებო მაშინ საქართველოს არავითარი უბედურება და დაშლანება ხდება ყველაფერი იქნება ისე როგორც დაწივა გამიმარჯვეთ კარგაფრიკავის დემიოფიკავი და ვიყვარდეს ერთმანეთი მე არ მინდა მე სულ ვცდილობ ყოველ ასეთ შეხვედრაზე გავიმეორო ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვები იბრძოლეთ ჩვენი დიდი წინაპრების მსგავსად დათოუკუნეოს სკოლის სკოლებში და შემდეგ ჩვენს გარშემო გადაარჩინოთ თქვენი ძილის საქართველო გადაარჩინოთ ისე როგორც ამის გადარჩენას ლამოს ნანა მომწელი დიდი მადლობა დაკერეზე ახლა რა თქოსატანია მაგრამ ერთი კურიოზი უნდა მოვყე ამ ჩემ გვართან დაკავშირებით და ცოტა გაგამხიარულოთ მე თავის დროზე უნივერსიტეტს მართავდი ეთნიკრის უნივერსიტეტის რექტორი გახდით და კითხულობდი ლექციებს და ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდა კონფერენცია ჩატარდა და ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლელი ვარ და რომ გამოვედი სცენაზე გამომცხადებელი მაცხადებს ჩემი რეგალიები თქვა და დაიწყო მონოცელიძე ხოროცელიძე მომცემლიძე რა ვიცი რაღა არქვა მომცელიძე და ჩემ გვარს ვერ მიაგდო რა ხელში ვიჭირავს მიკროფონი და თურმე ჩართულია და გონია რომ ჩუმად მეუბნები და თურმე მიკროფონში ვამბობ სანამ მომცემლიძეს იყოდე გაჩუმდულეთ ასე რომ განაგები კურიოზი ჩემ გვართან დაკავშირებით მეგობრებო ნენელა მივდივარ დასასრულისკენ მაგრამ ჯერ კიდე წინ არის რამოდენიმე ამბავი აქვს 2005 წელს გამოვიდა წიგნი თეთრი სიზმარი ჩვენი ერთი ძველი სიმღერის სახელი ერქვა შემდეგ 2014-ში თეთრი ბრილიანტი ამ წიგნში 2005 წელს გამოსულ წიგნში იყო პოემა რომელსაც ერქვა პოეტი და იყო სადღაც 2 თუ 3000 კუპლეტზე მეტი და რო წავიკითხე ეს პოემა გაუგნებული დავჭი ადამიანი წერდა რაღაც საოცარ მოგზაურობებზე ერთ-ერთი მოგზაურობა იყო რომ მოგზაურები უცებ აღმოაჩენენ რაღაცა მოგზაურობის შემდეგ ამ პოემაში უზარმაზარი პოემა აღმოაჩენენ რომ პოეტის თვინში იმყოფებიან პოეტის გულში იმყოფებიან აქ იყო საუბარი გოეთეს გონებაში შეუწევაზე დანტეს გონებაში შეუწევაზე იყო საუბარი ადამიანზე ბუდას თემა რო სხვანაირად გააზრებული რომელმაც თავისი შვილი წაიყვანა სადღაცა სხვაგან მოაშორა ყველაფერს რომ მას არ ენახა ქვეყნის ბოროტება და ბოლოს ეს ბავშვი რო გაიზრდება და როცა ყველაფერი გონია ლამაზი უცებ დაინახავს რომ პატარა ბავშვებს დაუჭერია ჩიტი და კლავი აწამებენ და კლავი და ამ ადამიანს მთელი ცხოვრება ეგონა რომ შვენიერია სამყარო და დედამიწა და ეუბნება რატომ კლავთ რომ ჩიტს ხომ გადარჩიდო მას გონია რომ დედამიწა დაიღუპა და იქ იყო სიკეთე სულ გენიალური რაღაცები ვნახე გავიგონე გავიაზრე და თვითონ გავარნებული ვარ რომ ამ ადამიანს ოდესღაც მეუქადაგებდი პოეზიას და შემდეგ აი ასეთ დონეზე მივიდა და აქ ამ სიმაღლებამდე მივიდა და ეს არის კაცი რომელსაც პოპულარობა არ აინტერესებს მე და კახა ზღვაში ყველა მიცის ვიცავართ ის კაცი არავინ არ იცის არა და ჩემზე და კახაზე ნაკლები ნაღდად არ არის რა დამიჯერეთ გიორგი ზუბაიას აპლოდისმენტები მეგობრებო აპლოდისმენტები მოგესალმებით ხალხო თითო ჩამოგიარეთ მოგესალმებით ისაც გიცნობთ ყველას გიცნობთ აბსოლუტურად მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის იმიტომ რომ თქვენ გვერდში დაუდექით დღევანდელ დღეს დღევანდელ წინვარე დღეს ჩემს დაიკოს ჩემს ულამაზეს ადამიანს სულით ლამაზ ხორცით ლამაზ გულით ლამაზ ადამიანს რომელსაც გამოარჩევს ჩემი ასე ვთქვათ ხელი ბიოგრაფიიდან პატარა უნარის თუ გავაკეთე და ერთგულების მატარებელია ერთგულება ეს არის ყველაზე მთავარი სიტყვი მართალია სერგე ტანტეგზიუპერის ეს პატარა ოფლისური მასენდება ლოცრო ეკითხება რატო სვამო იმიტომ რომ წუხარ რატო სუხარ და იმიტომ რომ სვამო ასე არის ეს ადამიანის სიკეთეს ჩაკეტილი აი რომს არ მოქმედებდეს, რო არ მოძრაობდეს, ყოველთვის მოძრაობს მისი ირგვლივ სამყარო რა და ყოველთვის გასცემს
თელს თავის გულს და თელს თავის ენერგიას. აქედან არის სწორედ აი ეს ნიჭიერებაც ამ უნარზე და ამ განცდაზე, ამ გრძნობაზეა ეს ყველაფერი დაჩენებული და მომაქვს სამყაროში რაღაც ძალიან დიდი სილამაზე. და იმდენად მოჭარბებული აქვს ეს ენერგია, ანუ შემოქმედებითი ენერგია, რომ არ ყოფნის არც დრო, არც სივრცე, მაგრამ აი ჩვენ პირობებთ, რომ ყოველთვის დავეხმარებით, რომ რეალიზდეს, განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო ლამაზი დღეები გვაჩქოს რა. ძალიან მიყვარხარ რა. აი, არავის ჯინაზე არ მიყვარხარ შენ თვითონ. თუ არ ვწდები თია ამაშიძეს სურდა გამოსვლა მიესალმებ ხოლმე მეგობრებო დიდი ხნის ამ დიდი ხნის მეგობარი მინდა აღნიშნო თია ამაშიძის და გივი კორექტელის ხვაწლი ასევე ძალიან დიდი საქმის მკეთებლები არიან გენეალოგიური კვლევის ცენტრია რომლებიც იკვლევენ ქართულ გვარებს და ბატონ გიგის უდიდეს მეცნიერს და კალბატონ თიას თითქმის 700-ზე მეტი ქართული გვარი აქვს გამოკვლეული. ეს ადამიანები ძალიან დასაფასებლები არიან. ძალიან მიყვარხართ. და საერთაშორის მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი ახალი ჟურნალის ტექნიკური რედაქტორიც ბატონი გიგი გახლავთ, რომელიც უზადოდ აკეთებს ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებს და ჩემი წიგნის ტექნიკური რედაქტორიც ბატონი გიგია და მადლობა ამისთვის. თიაკო. განაცხადეს გადაცემა კონცეფცია შეიძლება, მაგრამ ნანი ჩვენი გაცნობის დღიდან იცით, რომ ჩვენ საერთოდ რომ ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაციას მოწყობს ხელს. და ალბათ მიზეზი ეს იყო, რომ დღეს მე აქ ამოვედის სცენაზე. მადლობა ნანი შენ ყოველთვის გილოცა გადადების და კიდევაც გილოცა თემად აი ამ დღეს ძალიან კარგად მიდის ყველაფერი საოცარი დღეა და მოკლედ რაც ლისტვისაც აქ ამომიყვანა, ეს არის ამ ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო მრავალტომეულის გამოცემა, თითოეულ ტომში იქნება 50 გვარის ისტორია, მოკლე ინფორმაციული ნაშრომები და აი ეს არის ჩვენი საჩქარი მიწა. ჩვენი გვარის კვლევაც უზადოდ გამიკეთეს და ჩემს მას აქვს ახლა ეს წიგნი. დიდი მადლობა თია, მადლობა. ესე იგი კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა დაარბასთა ყველანი ადამიანს, რომელიც ჩვენ გვერდით გვიდგას. თავიდან ბოლომდე ერთ-ერთი ადამიანი, რომ არ დავასახელო, არ შეიძლება. ნინო თოდუას განსაკუთრებული მადლობა ჩემგან, რომელიც ფაქტურად საკუთარ სახლში გადაასახლა, ნანი და ხატავს, და წერს და რა ვიცი, ყველაფერს იკაკეთებს, ალბათ მუზეუმი დაიწყება როგორც იმცა. ყველა თავისებურად გვიყვარს და რომელიც საუკეთესო ეს თვითონ იხება და ხელოვნებას. გვიაბის ბოლოს თეთრი წერტილი. სიცოცხლის ბოლოს დასმული დამღა. უფლის სამსჯავრო გადაწყვეტილი. ჯოჯოხეთში თუ სამოთხის ბახტა. ჩვენი ცხოვრება ქამს გაწყვეტილი, სცენაზე ბოლოს ეშვება ფარდა ბევრი თამაში, ბევრი წერტილი, ბევრი ოცნებაც მიყვება დარგად. მხოლოდ ნამდვილი სიცოცხლე მიყვარს. ბედის წერა სიმართლის ღმერთი, ბოლო სიზმარი ღამისა მხიბლავს სიცოცხლე, როგორც ცეცხლი და დენთი. ელიზეუმის ხოშკიდან ხედავ, რა პატარაა ჩემთვის სამყარო, დავით ადეპტი კამათსაც უბედავ, მინდა რომ ხორცი სულთან გავყარო, ჩემი ღვთაება მასხარად მიგდებს, დემონი მთელი ცხოვრება მყარობს, ვიბრძვირო ჩემთვის ცხოვრება ღირდეს, არ გავერიდო ისე სამყაროს, გვირაბის ბოლოს თეთრი წერტილი, სიცოცხლის ბოლოს დასმული დამღა, უფლის სამსჯავრო გადაწყვეტილი. ჯოჯოხეთში თუ სამოთხის ბახტა. ჩემი ერთადერთი შვილი დღეს საქართველოში არის პრობლემა და შესაბამისად შემოგვიდაც არ არის და მე ვარ დედა, რომელიც გათენდება თუ დაღამდება ყოველთვის მის კეთილდღეობაზე ფიქრობს. ალბათ ყველა დედა ასია, მაგრამ მე მაინც განსაკუთრებულად ამას დედის ერთა მყავს და დღეს საქართველოში არ იმყოფება. დედის წმინდა ხარ შუქი,
დედის ფარული სევდა შენ შემაყვარე თავი ჩემს ციცოცხლეზე მეტად შენით იწყება დილა შენით თენდება ღამე გაზაფხული ხარ ჩემი და გაბადრული მთვარე ბედის წერა ხარ ჩემი ხან მომეხვევი სევდად მე შენ მიყვარხარ დედი ჩემს ციცოცხლეზე ოქროს ჯაჭვი ჩამოუშვა ღმერთმა და მთაწმინდას შემოამოტანზე აგუდუნდა სიონი და ერთხანს ფიქრი მოკუდა მოდუდუნე მტკვარზე სისხლნარევი ცრებლით გიძღვნი ლექსებს გრიშაშვილის თბილის მინდა შევწუდე გულით მინდა მოვეფერო ფესვებს ქართლის დედას სიყვარულით შევხვდე გალაქტიონს მოусმინო მინდა ის შენს ფიქრში გაცოცხლდა და მოკუდა მოდუდუნე მტკვართან ცრემლებს ღვრიდა და სიყვარულს ასწავლიდა მოკუდა გორგასალო გადმოხედე თბილის ღვთისმშობელო დააფარე კალთა ვეღარ უძლებს გული ამდენ ტკივილს დავიღალე და ეს როგორ არ თქვა შენ თბილისო პოეტების ფიქრო მარგალიტა დაკინძულო მუზა ზღვის ტალღებად ჩამისახლდი თითქოს ფესვმაგარო საქართველოს ხუზა მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა ჩემს ძმებზე მართლა ძალიან დიდი სიხარულია და დიდი ბედნიერებაა მე უამრავი ტკივილიანი დღე გავიარე მაგრამ ღმერთი მაინც მაძლევს ისეთ ადამიანებს რომლებიც მიიოლებენ ჩემს ავალ გზას ასეთი მეგობრები მე ბევრი მყავს შეიძლება ვთქვა მაგრამ განსაკუთრებულად ჩემი ბიჭები არიან ესენი არიან ის ადამიანები რომლებმაც ჩემში დაინახეს ადამიანი რომლებმაც ჩემში დაინახეს სული და სულიერი ძაფებით ჩვენ ერთნი გავხდით ძალიან მიყვარხართ ბიჭებო და თქვენი დიდი დამსახურებაა დღევანდელი დღე მე ზღვარზე მაქვს ერთი ტექსტი დაწერილი და მინდა ახლა წავკითხო ბიჭებს დიდი სიყვარულით არ დაუწესოთ ცხოვრებას ზღვარი რადგან უსაზღვროდ გასცდით არეალს თქვენი მუსიკით დავდივარ მთვრალი სულიკი ითხოვს ახალ არეალს რა უსაზღვროა თქვენი ფიქრები რა უსაზღვროა უსაზღრო სივრცე დღითი დღე ახალ სიტყვა დიქმნებით მინდა ხანდახან თქვენს ფიქრებს მივწვდე ავიმუსიკო თქვენსავით მინდა ის სიძლიერე რაც თქვენში არის სულის ვნებალის შეგრძნება და ღირდა ღმერთიც სამყაროც ადამიანიც მეტაფიზიკურ მოვლენებს ვხედავ ზიან პოეტთა ყვალის ჩრდილის ქვეშ გაოცებას და სურვილებს ვკეტავ არ მინდა ვიყო ისევ ძილის ქვეშ თქვენ დაუწესეთ სამყაროს ზღვარი მართალს და ზემართალს შორის მე დავდივარ ისევე მთრალი თქვენს ლექსებსა და სიმღერებს შორის ახლა ჩემ ცეცხლოვან ბიჭებს ერთი ცეცხლოვანი მზის ჩასვლა როგორ არ მეჩუქებინა ეს ზვარებებს შეგვიძლია ესე იგი სანამ ჩემს მეგობრებთან გადავალ და სიმღერით დავასრულებინეთ საღამოს მანამდე მინდა უდიდესი მადლობა ვუხსენდე ერთ-ერთი თქვენგანს ვინც დღეს აქ იყო დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები ნებისმიერ დროს ვინც დღეს აქ იყავით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ვთხოვეთ რაც გნებავთ და თუ მე შევძლებ შევასრულოთ რაც გნებავთ ვთხოვეთ თუ მე შევძლებ თუ შეძლებს და გვარ ხალხი ჯდება შევასრულოთ თქვენ დღეს მე გამიგეთ ყველაზე ისეთი არ ვიცი ასეთი თანადგომა აგერვე წერალთა კავშირიდან თითოეული თქვენთაგანიდან რომელი ერთი ადამიანი დავასახელო აღარ ვიცი ასეთი თანადგომა ამდენი ხნის განმავლობაში ეს ბატონი ტარიელის მთელი ოჯახი მეუღლეები ერთად წარმოდგენილი სიტყვები აყოლის ასეთი სიამოვნო მე ფესო მივიდე არასადა განიცდია რა აი აპლოდისმენტები მეგობრებო რა რადგან ასეთი სიყვარულის ზეიმი იყო და ასეთი სიყვარულის ზეიმი შედგა სიმღერაც აი სიყვარულზე და სიცხოზე და სიკეთეზე იყოს ჩვენი ცნობილი ჰიტი
თითქმის ყველა მიცი და ესეც ერთად მივიღეთ რა. მოუხდება დღევანდელ დღეს აი ამ სიყვარულის სიმღერით დასრულება ფაქტიურად და მოკლედ დავიწყოთ. ტექსტი მუსიკა ჯგუფის ზღვარის იცით და სიყვარულს უხდება ბრთები დაფთებს უხდება სივრცე მე შენი სურვილით თურები გულს ლურჯიზე ციდრისე დავიბრინოთ მე და შენ მხოლოდ განუეკნება აფრენას ბოლო ეს ხომ ნამდვილზე სიყვარულია დავიბრინოთ მე და შენ მხოლოდ განუეკნება აფრენას ბოლო ეს ხომ ნამდვილზე სიყვარულია თვალებს უხდება გრძნობა უხდება ლექსი სხვანაირად შეფოთავს როცა შენი ხმა ესმის სიყვარულს უხდება ბრთები დაფთებს უხდება სივრცე მე შენი სურვილით თურები გულს ლურჯიზე ციდრისე მე დავიბრინოთ მე და შენ მხოლოდ განუეკნება აფრენას ბოლო ეს ხომ ნამდვილზე სიყვარულია დავიბრინოთ მე და შენ მხოლოდ განუეკნება აფრენას ბოლო ეს ხომ ნამდვილზე სიყვარულია დავიბრინოთ მე და შენ მხოლოდ განუეკნება აფრენას ბოლო ეს ხომ ნამდვილზე სიყვარულია ეს ხომ ნამდვილზე სიყვარულია ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა ჩემო ბადრი კარგოდრო მაღლა ლან მასრე და ერთი პატარა ლექსის და შეგამგო ევანდელ ეს რის მზე რის ფარე რის ვარსკვლავები რის მარგალიტი ანძმის პერია შენ სახეს არა დავადარებდი შენს გარდა ქვეყნად არაფერია ბახშენი სახის ორგან მაგში ჩაქსოვილია ფერი ნიკოსი ერთი ბიცხანი როგორ ანიმოს შენი ფილმერი რომანტიკოსი ხელში ავიღე როლის ასპიდა თული დავრუსა ეთქვენ სინაზეს სული ყველგან გადავიქცევი ყველა ლამაზი ქალი ჰირაზე დაშენ მოგიწყდი ყველა კაინებს მასკი გულიდან გამოიწვევა თალების დარაჩუ შემატუხეს ჩემი მშველელი ლექსი იქნება მადლობა ბატონო. ახლა მინდა კიდევ მოგიფეროთ დასასრულისთვის კიდევ უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა განსაკუთრებულად ჩემ დედას, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად გამოდის გარეთ და აი ჩემი სიყვარულით დღეს აქ არის. კიდევ ვიწყებ დედით და ვამთავრებ დედით. მადლობა დედა. მადლობა ყველას თვითმფრინავად შემომეგობრებო და ერთი ლამაზი ლექსი დავასრულებ. ზეცის თავიდან ლოცვა გაისმის. სიცოცხლე ახლა სულ სხვა ხიბლია, მინდა რომ იყო ჩემი მაისი და იყო ჩემი სულის ბიბლია. თავნება სიომიან ერსება, ოქროსფერ დალალს იშლის საისი, შენს თვალებს ნეტავ რა შეებრება, როცა ცეცხლის ფერს სხივებს გაისვრის, მაშინ ხვდები რომ შენში მარტია. აპრილის რიგში ჩამდგარის სიო, ვარდის ფურცლების გმოსავს მანტია, მინდა ეკლებში გამოგარჩიო. ზეცის თავიდან ლოცვა გაისმის.
სიცოცხლე ახლა სულ სხვა ხიბლია მინდა რომ იყოთ ჩემი მაისი და იყოთ ჩემი სულის ბიბლია მადლობა